მოვედი ჩემო პრინცესებო როგორ ხართ აბა ჩემო გოგოებო ხომ ხართ კარგად მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით აგიან ყავები მომიტანა ზოგი ზიანი ზოგი ჩვეულებრივი და დავულიებ ეხლა მე ეს მიყვარს დავაპარე სუფთა ყავა მეთქიანი და ზიანი და თავისთვის ზიანი ნიკასაც ზიანი უყვარს და ზოგი ის ზოგი ეს ხო როგორ ხართ აბა ჩემო გოგოებო რა საქმიანობთ დღეს როგორი კარგი დღე არის დილით მოვიშოროთ ყველაფერი გუში როგორც თქვი ცოტა რთული საქმეები რაც გვეზარება ხოლმე ეივონი შეკვეთა გავაკეთე ველოდები ისე მიხარია ნეტა იცოდეთ როგორ მიხარია დღის კრემი ღამის კრემი ენიუს კრემები გამოვწერე დღისა და ღამის კრემი და შრატიკით ძალიან მიხარია შრატი გამოვწერე C ვიტამინი X3 კრემი ანუ მაგითი დავიწყებ და მე ნელ-ნელა ვნახოთ აბა საერთოდ არაფერი არ მიხმარია ჩემს სახეს ანუ კანისაც უნდა შეჩვევა და წროვანების მიხედვით გამოვწერე ახლა 40 წლიდან უკვე მაგრამ რო არ არის მიჩვეული ჩემი კანი ჯერ კრემებს ვიფიქრეთ ან რომ ცოტა პატარა ასაკის არის მაგალითად 30-დან ხوار გამომეწერა მაგრამ მაინც 40-დან გამოვწერე ხა ტყუილად ხო რა წერია მეთქია რა ეგ ასაკი რაცა წერია და გამოვწერე 40-დან ვნახოთ აბა ერთი ოქროს სერია ძალიან იაფიც არ არის ხო იცით თქვენ ენიუს კრემები ახლა ძალიან იაფი არის არ არის არც ძალიან ძვირი არის ნორმალური ფასი აფთიაქშიც იყიდი რა მაგ ფასში მაგრამ ეს საერთოდ ეს სხვა დავლიო ახლა ნალექიანი მაგას ვფიქრობ ცოტა გამაქაინახეთ აფთიაქშიც იყიდი მაგ ფასში მაგრამ რა ვიცი ეივონი ვარჩიე ექსტრატო აი ამ შუალედურ ფასებში მე აფთიაქში ან სუფთა სახლში რაც მიყიდია ხოლმე გოგოებო მაინც ჯობია ხოლმე ეს ექსელურიდან გამოწერა შუალედურ ფასებს რაც შეეხება მაშინ ალბათ ძალიან კარგი უნდა იყიდო არ ვიცი მაგრამ იმ ძალიან კარგებშიც გუშინ შორენა ბეგაშვილის სტორი ინსტაგრამზე ვნახე რა და ისეთ ძვირიან კრემზე იძახდა რომ ფეიქიაო და სახეზე გამომაყარაო ბულებში ვიყიდეო და ანუ ფრთხილად იყავითო და მაშინ ვიფიქრე რა კიდე გუშინ ხო და კიდე ერთხელ დავფიქრდი რომ აი ეივონი თუნდაც ფაბერლიკი აქედან რო იწევ დაცული ხარ საერთოდ იმისგან რა ქვია სიყალბისგან რა მადედან რო იწევ ახლა არ არსებობს მოდის კომპანიისა ხო ისეთი ამბები ადგდეს წყალი და ატავლებო მას მეც ამას დავუყარე და ვიესაც დავიკეთებ ძიას რატო იცი ძიედანვე გააკეთოთ ისეთი საქმეები მეთქი რაც მაინც და მაინც ახლა ძალიან სასიამოვნო არ არის ეხლა მინდა რომ ავიდე ვარჯიშზე
რატო არ არის იცით ძალიან სასიამოვნო ამ ტკივდა ფეხები ამ ტკივდა ხელები თავიდან ვერ ვიგზენიება ამ ტკივდა და არ არის სასიამოვნო ეს ყველაფერი გოგოებო მაგრამ როგორც დიეტაზე თავიდან მოიწყებ და რთული რო არის და სუდად რო ხარ და ძალა რო გეცლება და სუსტად რო ხარ თავი რო გტკივა ზუსტად და მე რო კაია რომ მიეჩვევა ორგანიზმი და ჩვენივრად გვიძნობ უკვე თავს წონაში გიკლებ გიხარია ვარჯიშიც ესია არა ვიხლას აი ნამდვილად ის როქი სასიამოვნო რომ მტკივა რა რაღაცა მოვიდა ხო არა სასიამოვნო რომ მტკივა ხეხები და რავები და ყველაფერი არა უნდა წავიდე დილიდანვე თან დილიდანვე არის კარგი როცა გაქვს ენერგია გუშინაც ხო გითხარ სულ რო იჯდე მაინც იღლები დღის ბოლოსთვის სამამოს მაინც უკვე იღლები ამიტომ ასე ჩვენიერი ამიტია აბა კარმები ვიგამორთეთ გათბობა უკვე დედაჩემს ველაპარაკე გუშინ და 2 დღეაო შვილო არ მაქვს მეც ჩართულიო გამორთეო მეც გამორთე იმიტომ რომ ცხელა რა ვიცი მეც აღარ აცივდეს რა გოგოებო რა სიტყვით აღარ მინდა რომ აცივდეს ინვები აუმოსალოდნელიო დედაჩემს ვთქვია ორჯონიკიძეში და იქ თუ აცივდა და ყინვები თუ დაიჭირა, აქაც აცივდება რა თქმა უნდა. აღარ მინდა ეს აციება. ახლა მომიდა რომ გავაკეთე. მართლა რომ მოვპაროთ. ჩემი პომადა არ გადადის, ვერ გაიგებს. არა, მაინც ჩემი მიჩენია, სუფთა ყავა მიჩენია მე. წავიდეთ ხა, იქით გავიდეთ, ესეც წავყავთ და ილაპარაკოთ. მოვედი. გიორგი ბატონიც აქ ამყავს. ავა მოვუტანე. მათე. აჰა დიდი. ეს არის ძალიან გემრიელი კაფე. ბავშვების. გადმოგიგიდო? ჩემო სიცოცხლე. აჰა. აი. გადმოგიგით. ჰა? კიდე. წინაც უნდა ის. პლიუს 900. თვითონ იმას ის. ხო, უნდა რა. დაუწ. ის 995-ია, ხო? ძალიან გემრიელია ეს კამფეტი, მაგრამ ისეთი ძვირიღის რომ ვერ ასწუდები. ტკბილი კი არის. ნამეთ აი ტკბილი აი მართლა ყავის გარეშე ვერ დარევ. ვერ შეჭამ რა. მაგრამ ძალიან ძვირიღის ხოლმე. ისე, ეხლა კლუბის წევრებზე იყო ლარი და 35-ად. თორე ისე ძალიან ძვირია. ეს პატარა კამფეტი რავი 2-ზე მეტი ის ხომ ხო 3 გოგოებო იცით რაზე მინდოდა თქვენთან ლაპარაკი რამხელა მნიშვნელობა აქვს როგორ ვფიქრობთ ჩვენ ფიქრობდი ამ თემაზე რა. რას ვფიქრობთ? იმიტომ რომ ჩვენი ემოციები მანდედან მოდის.
ფიქრიდან მოდის ჩვენი ემოციები. რასაც ფიქრობ, ისეთი ემოცია გაქვს. და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდე, იცით რა, ვისთანა გაქვს ურთიერთობა. იმიტომ რომ ის ადამიანი როგორ გელაპარაკება, რას გეუბნება, თუ კარგს გეუბნება, კარგი ემოცია გაქვს და თუ ცუდს გეუბნება, ცუდი ემოცია გაქვს. ამიტომ ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენ ფიქრებზე და იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, ვისთანაც გვაქვს კონტაქტი. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ და გარშემო შემოვიკრიბოთ ისეთი ადამიანები, ვინც გვეუბნებიან, რომ მიდი გამოგივა ყველაფერი, რა ლამაზად გამოიყურები. ანუ ამ ყველაფრის ლაპარაკი ჩვენც უნდა ვისწავლოთ, რომ ერთმანეთი შევაქოთ. იმიტომ რომ ეს იწვევს ძალიან კარგ ემოციებს. და ჩვენი ემოციები მთავარია, რო იტყვიან. ეს არის მთავარი ცხოვრების აზრი. როგორი ვიღაცამ რო რაღაცა გითხრა შენ, ის კი არ გახსოვს. რა გითხრა? ემოცია გახსოვს შენში რა ემოცია გამოიწვია. ცუდად იმოქმედა თუ კარგად და ვიღაცა ახლა რო სუცუც გეუბნება და ცუდ ჩაგძახის და გაგინებს და ძალიან ძნელია ესეთ სიტუაციაში ყოფა ცხოვრება არის ძალიან ძნელი, წევლის რას უგაგინებს. საიდან წამოჭერი ჟამე საკითხი? ვფიქრობდი მაგ საკითხზე. ჩვენ ემოციებზე გია. ჩვენი ემოციების ეს ყველა ხომ მაგას გაიძახის, რა ვიცი, რომ ემოციების მართვას გასწავლიან ვითუნგია. აი ემოციების მართვა, იმიტომ რომ მთავარია ეს ცხოვრებაში. თუ ემოციების მართვა არ იცი, ანუ ცუდად ახარ. შენ თუ არ ისწავლე შენი ემოციების მართვა, მერე სხვები გმართავენ და მიხვდი? შენ უნდა ისწავლო ეს. და რითი უნდა ისწავლო? ვფიქრობ ხოლმე ამ ყველაფერზე და იქიდან მომდის ახლა საიდან წამოვა, ხო? რითი უნდა ისწავლო ემოციების მართვა? მაგითი, კარგზე იფიქრეთ, ხო წერია. ეგ ღვთის სიტყვაში, მაგითო წერია. იმიტომ რომ კარგზე ფიქრს, მოაქვს კარგი ემოცია. და ურთიერთობაც ვისთანაც გაქვს, როგორ ადამიანებთანაც გაქვს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვა ადამიანების ლაპარაკიც იწევს შენში ემოციას. თუ გაგინებენ, ცუდ ემოციას იწევს ძალიან და ცუდად ხარ. წევლიან გაგინებენ და იმედს გიკლავენ და არაფერი გამოგივა და სხვას უფრო კარგად გამოსდის და აი რაღაცის დაწყება გინდა და დაუშვათ და ვიღაც ეუბნები რომ ამის დაწყება. აუ ეგ ყველაფერი გააკეთეს, ყველამ გააკეთა და შენ აღარ გამოგივა და აი ესეთი ლაპარაკი არის ძალიან ცუდი. მაგრამ ადამიანები არსებობენ, რომლებსაც აქვთ პოზიტიური აზროვნების უნარი და ჩვენ ესეთ ადამიანებთან უნდა ვიმეგობროთ. მე ზამშველის მაგალითად ნიკასთან ურთიერთობ, გიასთან ურთიერთობ. ზამშველის ნიკა ისე პოზიტიურად აზროვნებს, რომ თითქოს აი რა ვიცი რა, აღარც ვეძებ გარეთ ძალიან. არა მაქვს ამ ყველაფრის დანაკლისი. იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ. შორენა კიდე მიყურებს ხოლმე თურმე ზოგ-ზოგჯერ და ძალიან მიყვარხარ, აი აქედანაც უნდა გითხრა და მოგიკითხა. ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს გუშინაც ძალიან დიდი ხანი ველაპარაკე და ძალიან პოზიტიურია, აი არ ვიცი ძალიან. ჩემგანაც მოგკითხა ხო, მადლობა ღმერთს, რომ მყავს შორენა, მე ჩემი ბავშვობის მეგობარია შორენა და რა ვიცი, ბავშვობის მეგობარი ალბათ მართლა მართას ამბობენ ხოლმე, რომ სხვა არის. თუ გამოგადგა ეხლა თორე ბავშვობის მეგობარი შეიძლება არ გამოგადგეს ეგეთი ხო პოზიტიური აზროვნებისა და ჯანსაღი აზროვნების სიცოცხლე რო უხარია. შორენა ესეთი არის. მიყვარხარ ძალიან გულში. ხო, ეგრეა. უნდა მოვერიდოთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც ჩვენში ცუდ ემოციას იწვევს. და ჩვენ თვითონაც
ჩვენი თავისთვის, ნახეთ, არ უნდა გავხდეთ ესეთი ადამიანი. ანუ სუცი არ უნდა ვიფიქროთ, კარგზე უნდა ვიფიქროთ. სხვა რო რაღაცას გეუბნება, როგორც მოქმედებს, როგორც აღიქვავს, ზუსტად იგივენაირად მოქმედებს შენ თავს, შენ თვითონ ასე უუბნები. ზუსტად შეიძლება ამას ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ იგივენაირად მოქმედებს. ეხლა ეს უნდა რაღაც თქმა და არა თქვი ჟენ. მოჩი. მე ვთქვი ჩემი საქმე ამასთან დაკავშირებით დია. საიდან დაასკვენი რომ რაღაცის თქმა მინდოთ. ვიზაღებ კონ. კარგი, მაშინ რაღაც აზრს დავამატებ თუ გინდა რომ შეიძლება გარემოება კონდეს ისეთი რომ ის ნეგატიური ადამიანი შენი ოჯახის წევრი იყოს და ხო ვერ მოშორდები და ვერ გააკეთო. ხო, აი რა საინტერესოა, ხო? მაგაზე არ მიფიქრია. როდესაც ემოციები ჩვენზე ზეგავლენას ახდენენ, მხოლოდ ის პიროვნება კი არ არის პრობლემა, ვინც ამ ემოციებს იწვევს. არამედ ჩვენი არასწორი მიდგომაც არის იმ პიროვნების მიმართ. რისი თქმა მინდა, იცი ჟანა, როდესაც ნეგატიურად იქცევა ადამიანი, თუ შენ უბრალოდ ამ ნეგატივს აყვები, რა თქმა უნდა უკვე სისუსტე იქნება. მაგრამ თუ დაფიქრდები, რატო იწვევს მასში ნეგატივი, რატო ჭარბობს? რატომ არის ასეთი ადამიანი? ანუ რაღაც მომენტში უნდა გაიგო, ჯერ დაფიქრდე, სანამ რაღაცაზე გაბრაზდები, გესყინება, რაღაცამ გამოიწვია, რომ ასეთი რაღაცა თქვა. არ მეთანხმები? მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ადამიანები შეგიძლია გაეცალო. ოჯახის წევრს რაღაც მომენტში გაეცალო, კი. ოჯახის წევრს შეგიძლია გაეცალო. მე ზოგადად ვლაპარაკობ, ხო, უამრავი სცენარი არსებობს, ხო? ეხლა შეიძლება შენ რაც წარმოიდგინე, იმიტომ გქონდა ეგ რეაქცია. თუ არ გეთანხმები, მაგრამ მე ზოგადად ვლაპარაკობ. ხანდახან შეიძლება შვილებიც კი გია თუ ნერვებს უშლი. შობელი შვილს დავუშვათ, ხო? აზრი არა გინდა ცოლ-ქმარს. ნებისმიერ. 18 წლისა რო გახდება ის ბავშვი. შეგიძლია გაგეცალოს. ეხლა რატო უნდა აიტანო შენი ჯაჭღანი და ცუდი ხასიათი? მითხარი რა. შეუძლია. ეხლა თუ შენ ვერ ახერხებ გაცლას, ეგ შენი პრობლემაა. რა ვიცი. იცი რა პატარა აცხოვრება გია. ცოლ-ქმარიც მე ვფიქრობ, რომ იმიტომ უნდა ცხოვრობდეს ერთად, რომ კარგად იყვნენ ერთად, თორე ეხლა უკვე ის დრო აღარ არის, რომ ქალები კიდაც კაცები არ არის ის დრო, რომ აი მშიერი მოკვდები და ისა რა ქვია, მაიზამაც იმის გამო უნდა იცხოვრო ვიღაცასთან, რომ მშიერი არ მოკვდე, ეგ დრო ხო აღარ არის. იმიტომ უნდა ვიცხოვროთ ერთად, რომ კარგად ვიყვეთ. ერთმანეთს თუ ვუგებთ, ჩვენი თანაცხოვრებას თუ რაღაცას იკეთემოა, გინდათ ჩვენი შვილებისთვის, გინდათ ჩვენი ურთიერთობისთვის, აი ამიტომ. ავიარე მეთანხმები გია. მითხარ. ნაწილობრივ კი მეთანხმები. მაგრამ ოჯახი ეს ისეთი სფერო არ არის, რომ გემოვნების მიხედვით ვცვალოთ. მე სხვა სიტყვაზე ოჯახი შევქმნათ. მე ხო არა ვთქვი სხვა ოჯახი რო შევქმნათ მე. ანუ მარტო კი ნარო დარჩი მაგას გულისხმობ. ზოგჯერ შეიძლება ეგ უფრო უკეთესი იყოს შენთვის. ვიდრე ის რომ ვიღაცა გამწარებდეს ყოველდღე. რა? რატო? ანუ არის ესეთი მომენტები, რომ არის გაყრა და არის განცალკევებული ცხოვრება, რომელიც ისევ ოფიციალურად ცოლ-ქმრად ითვლებიან, შვილებისთვისაც თითქოს უფრო ნაკლები სტრესია, რომ არ არიან აბსოლუტურად ესე გაყრილები, არამედ უბრალოდ ცალ-ცალკე შეიძლება ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც ითვლებოდნენ ცოლ-ქმრად და არ აქმნიდნენ სხვა ოჯახს. ეგ შვილებისთვის გარკვეული კომპენსაცია არის, რომ მეტნაკლებად ორივესთან ურთიერთობა ქონდეს, თუმცა ისინი აღარ იყვნენ ერთად.
ნუ არსებობს ასევე გაყრა, რომელიც ყველაზე უკიდურესი ფორმაა, ხო? სულთლიანად თუ და ხმაზე კიდე ცოტა სხვანაირად არის, მე ვფიქრობ, რომ ოჯახზე, როცა ქმარს ეხება და ცოლს, ანუ ყველაფერი უნდა სცადო, რომ ოჯახი გადაარჩინო, იმიტომ რომ აქ შვილებიც არიან. ხო, ჩართულები. აი, ეგი ვიგულისხმე ზუსტად, რომ პასუხისგებლობა სხვანაირია, მარტო გემოვნებაზე არ არის. მაგრამ მე ზირთადად ამაზე კი არ მინდოდა ლაპარაკი. გია. ოჯახი რო ახსენე, მაგითო. მეც რაზე მინდოდა ლაპარაკი. აი, ვიღაცა მეგობარი ესა ნერვებს რო გიშლის ახლა რა და საერთოდ არ აქვს არანაირი შენ წამოჭერი ეს სიტყვა, აი დაუშვათო ეს აზრი რომ დაუშვათ ოჯახის წევრიაო ესეთიო, თორე მე მაგაზე არ მინდოდა ლაპარაკი. აი ვიღაცები გიშლიან ნერვებს რა, არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს შენ მათთან. მიხვდი? უბრალოდ მეგობრობენ რაღაცა შენთან და სულ ნეგატივს გეუბნებიან, სულ ნეგატივზე საუბრობენ, რაღაცა კარგი სიტყვი და არ გამოგივა, ესე იქნება, ისე იქნება. ხვდი? კი. ანუ ცუდისკენ მიყავთ რა და მე ამაზე მინდოდა რა ლაპარაკი. თუ არანაირი მით უმეტეს ოჯახის წევრიც თუ არ არის და არანაირი პასუხისმგებლობა შენ მათთან არ აქვს, რომ მათ ნერვები აშლეინო, არ უნდა აშლეინო და მე ვიცი რომ ძალიან ბევრს უჭირს ხომ ამ ყველაფრის გაკეთება, იცი არას თქმა. ხო, ეხლა რა არის სიჟანა? არსებობს მორალური განვითარების საფეხურები, ხო? და თუ რომელიმე პიროვნება არ შეესაბამება შენ მორალურ საფეხურს, მასთან ურთიერთობა გიჭირს. ხვდები? კი, გიჭირს. აი, არაკომფორტული, ანუ ხშირად გაუგებრობებს იწვევს, ვერ ახვდება რაც უთხარი, რანაირადაც უთხარი, რატო სიტყვაზე რაღაცა რატო მოგწონს, ანუ შეიძლება არ იყოს ადამიანი, ხო, ისიც, მაგრამ უბრალოდ განვითარების საფეხური სხვა არის. ხო. ანუ როგორ არის ახლა ჩვენ ესეთი ადამიანები კი არ უნდა დავაკნინოთ. ესეთი შედარება არის, რომ მთის მწვერვალისკენ მიდის, ხო, ვთქვათ, ხალხის ნაკადი. ზოგი უკვე ავიდა მაღლა, ზოგი შუა გზაზეა, ზოგი დაბლაა ჯერ მთის ძირში. ყველა ერთი მიმართულებით მიდის, უბრალოდ ზოგს მეტი დრო სჭირდება, რომ ავიდეს, ზოგმა გაასწრო. ვერც დააკნინე ფიცი რატო, ყველას თავის იმაში გონია, რომ თვითონ არის იმ აღმართზე ამიტომ მწვერვალზე სიტყვაზე ვინც არის ასული, ის მწვერვალზე ვინც არის ასული, ურთიერთობა რთულია იმასთან, ვინც დაბლა, შორს არის ვისგან, ხომასია. ეგრეა. და აი ესეთი რაღაც მარტივი ფორმულირება რო გააკეთო, რეალურ ცხოვრებაშიც ეგრეა. გიჭირს ისეთ ადამიანებთან, ვინც ჯერჯერობით ვერ ეწევა აი ამ იმას, აზროვნებას. და მაგიტო ხდება შენთვის არაკომფორტული. მაგრამ აბა დაფიქრდი, ვინც ცოტა შენზე უფრო მეტად არის, ვთქვათ, განვითარებული, განათლებული, ის მაგნიტივით გიზიდავს, უფრო გინდა იმასთან, ხო? კი. აი ესეა. დისკომფორტს ხშირ შემთხვევაში ქმნის არასაკმარისი ცოდნა და განათლება ურთიერთობაში. ვერ აგებინებ რაღაცნაირად რა. შეიძლება იუმორი წამოვიდეს შენგან და იმისთვის ისეთი კონფლიქტური იყოს ეს რა თქვაო, ანუ ვერც კი ჩავხდეს, ვთქვათ, რა იყო ამაში იუმორის ნაწილი, ხო ხვდები? ან იმან თქვა ძალიან ისეთი სიტყვა, რომ შენთვის იყოს რთული, რომ აი ძალიან უტაქტო და შეუსაბამოა, თქვა. ზოგს რო დიდი ისა აქ რა ქვია, ორი წიგნი რო წაიკითხა და სამი და თავის თავზე რო ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს. ნუ ეხლა წარმოდგენა ეს უკვე სხვა ფსიქოლოგიური წარმოდგენა რო აქვს, რომ ისა რა ქვია. ძალიან ისა რა ქვია, ცოდნი არის და გადმოსდის თავიდან და რაღაცა სხვებს რომ აღლიდან უყურებს რა. ამისგან. ანუ ეს სოციალიზაციის ნაწილი არის, ანუ ზოგს ისა აქვს თავისი ეგო. ხო. მაგალითად ესეთი სიტუაცია არის ფსიქოლოგიაში განხილული, არის. ანუ მე არ მინდა რომ იფიქრონ, რომ ესეთ განათლებაზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ გია რა. ხო, არის პოზიცია და განათლებაზე არ ვლაპარაკობთ. როლი. ზოგი თავის როლით ძალიან აბერავს პოზიციას, ანუ რა პოზიციაზეც იმყოფება. და ეს შეიძლება შეადარო ეგრეთი ადამიანიც, ვისაც
თქვა 3 წიგნით წაკითხული და როლს თამაშობს ისეც რომ დიდი პოზიცია უჭირავს. ხო? მაგრამ ზოგი შეიძლება პირიქით ისეთი დიდი პოზიცია ქონდეს რეალურად ფსიქოლოგიაში და როლს თამაშობდეს პატარას. ანუ არაჩანა ზოგი ისეთი ადამიანები. სინამდვილეში ძალიან დიდ ცოდნას აფლობენ. ეს ადამიანის მენტალიტეტის ნაწილია ეს. აი როგორც იმ დღეს რომ მსჯელობდით ინდი რო რაც არის ფსიქოლოგიაში შინაგანი ეს სამყარო ეს სურვილები ყველაფერი, შემდეგ ეგო, რაც ჩაერთვება აი ამის რეალიზებაში და მე სუპერეგო უკვე მოქმედებაში გადადის. ხო, აი ეს ყველა ადამიანში დევს აბსოლუტურად და როგორ ავითარებს ამას და რეალიზაციას როგორ უკეთებს აი თავის შინაგანს. შეიძლება გაბეროს, ან შეიძლება პირიქით ჩუმად იყოს აი ამ სფეროში. ესეთი მიდგომები აქვს ადამიანებს. კი ბატონო. ასე რომ ნეგატიურ ადამიანს რომ უნდა ჩამოცილდე, ამაში არ გეგავები, იმ გაგებით რომ სიტყვა რომელიც ჩვენ გვესმის ძალიან ბევრია ამტკიცებს რომ სიტყვას აქვს მატერიალური ფორმა. ანუ აი რაღაცას რო გეუბნება, ვიღაცა ცუდს. შენ ხო თითოეული ადამიანი ხო მატერიალურიცა ვართ. რატო იწყებს ჩვენში მატერია ბობოქრებას, დუღილს, გულისცემა, აჩქარება, რაღაც შეიძლება ოფლიანობაც წავიდეს, მატერიალურ შედეგებს იწვევს ხო უკვე? თითქოს აბსტრაქტული რაღაც სიტყვა. ესე იგი, სიტყვა მატერიალიზდება ჩვენში. ამიტომ რასაც გვეუბნებიან, ილექება და შეიძლება ნაგავის სახით დარჩეს, შეიძლება სიკეთის და წამალის სახით შემოვიდეს. და მე აბა გაასუფთავე იქ ყველაფერი შენში გიო. ხო. ამას იცი რომ ხელა დროში შესაძლებელია, მაგრამ ის არის. ძალიან დიდი მუშაობა უნდა, ძალიან დიდი დრო. ტრამვებია ესენი და დრო სჭირდება. ხო. მაგრამ მე რას ვლაპარაკობ, იცი, ემოცია რო ესე ძალიან ძლიერად არ შემოვიდეს ჩვენში ცუდი. ჯერ უნდა გონება ვავარჯიშოთ, ანუ გამოვიმუშაოთ იმუნიტეტი, რომ უთხრათ ჯერ აი ამ გაბრაზებას და აღშფოთებას სტოპ. ჯერ დავფიქრდეთ რა მოხდა. როცა რამოდენიმე ფაზად გაყოფ აი ამ სიტუაციას, რაც მოხდა. გონება უფრო სხვანაირად აღიქვამს ამ ყველაფერს და იმდენად ძლიერ დარტყმის მსგავსად არიღებ. უნდა შეაჩერო შენი რეაქცია ემოციაზე. ანუ უნდა შეაჩერო, უნდა ვისწავლოთ ამის გამომუშავება. თუ პირდაპირ ეგრეთივე მძაფრი რეაქცია გვაქვს, ხო, ესე იგი всё იმოქმედა იმ ნეგატივმა. და უკვე რთულია მდგომარეობიდან გამოსვლა. მაგრამ ფიქრი გვეხმარება რომ შევაჩეროთ. დავფიქრდეთ და შემდეგ ემოციას სწორად მივიღოთ. შეიძლება ვიღაც აი მართლა ძალიან აი ესეთი უზდელი ადამიანია და ძალიან უზდელურად მოგექცა და რაღაცა გითხრა და ეხლა დადექი და მთელი დღე მოისპი და დაინგრიე, ხო? რაციონალურად დაფიქრდები, რომ ნუ ამ ადამიანისგან შეიძლება მეტი არც არაფერი მოდიოდეს და მეტის უნარი არ არის. ძნელია გია, როცა ეს მართლა ოჯახის წევრია. ხო? ოჯახის წევრთანაც შეიძლება იგივე მიდგომა ქონდეს. ანუ აი რას უწოდებენ ცივი გონება. რა არის ცივი? ცხელი არის რომ უკვე ანთებულია, ხო? ტვინი. ამ ემოციისგან. და ცივი გონება რას ნიშნავს? როგორ ფიქრობ? რთული. არა. უდაოდ რთულია, მაგრამ რთული მაგალითად ისიც ხო, არის. შეუშვა ეს შენში, რა ვიცი, აბა, არ უნდა შეუშვა, მაგრამ რა ძალიან ძნელია. ნებისმიერი რამე არის რთული თუ არ გამოიმუშავე უნარი. ჩემთვის ახლა მაგალითად რთულია საჭმელი მოვამზადო რაღაც ისეთი ან ნამცვარი გავაკეთო. ხო რთულია. კი. იმიტომ რომ არა მაქვს ამის ცოდნა. მაგრამ თუ ნელ-ნელა ვისწავლი ნამცვარი როგორ უნდა გამოვაცხო. მეორედ და მესამედ უკეთესად გავამერო, ხო ასეა? პროცესში უფრო და უფრო იხვეწება ადამიანი. და ემოციების მართვაც ესეთი პროცესია. არავინ არ არის დაბადებული, რომ აი უცებ დაიწყოს აი ესეთი აზროვნება.
ანუ აზროვნებაზეა რეალურად დამოკიდებული. როგორ უდგებით სხვა ადამიანის საქციელს? არ გინახიან აი მაგალითად გადაცემებში ან პოლემიკა როა, თქვათ პოლიტიკური დებატები როა, ზოგი არის აი რამის გადმოხდეს, მაგიდიდან და ზოგი ძალიან წყნარად. რატო? მასაც ხო შეუძლია ეგრე დაიწყოს რეაქცია, მსგავსი კონდეს უკვე იმ ნეგატიურ საქციელზე, ხო? მაგრამ იმას აქვს უკვე გამომუშავებული წყნარად უსმენს, არ ეთანხმება და არც ანერვიულობს. მიხვდი? თითქოს ესე უყურებს ამ სიტუაციას, რომ ის რო ასე აგრესიულად უკვე გარდაიქმნა, ის აყვა ემოციებს. ვეღარ აკონტროლებს, ანუ უკონტროლო გახდა თავის საქციელში და ამას უკვე მეორეს, ვინც უფრო რაციონალურად და წყნარად აზროვნებს, არა აქვს არანაირი ისეთი შიგნიდან ცუდი რეაქცია, იმიტომ რომ გონიერებით უდგება. ამას სჭირდება გამომუშავება, იმუნიტეტივით არის. რკინის ნერვები სჭირდება ამას. აი აცრას რას ვეძახით, შეყავს ვაქცინა, ხო რაღაც დაავადება მცირე დოზით, რომ იმუნიტეტმა გამოიმუშაოს მის წინააღმდეგ რეაქცია, ხო? აი ესეთი ნეგატიური სიტუაციები რო შემოდის, ჩათვალე რომ ეს არის ვაქცინა რაღაც. და რაღაც მომენტში დაიწყე რაციონალურად ფიქრი, ანუ უცებ არ გაბრაზდი, აი დაიწყე ფიქრი. რა გამოიწვია მასში ესეთი რეაქცია? რა მოხდა? მე ვარ მიზეზი თუ საერთოდ აბსურდული სიტუაცია. და როცა ამ ყველაფერზე კარგად ვფიქრობ და აანალიზებ, ეს ანალიზი დაგეხმარება, რომ უცებ არ აფეთქდე და ზიანი არ მიაყენო შენ ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, თუ ეს ხანგრძლივი მდგომარეობაა, თუ ოჯახში ხდება. მუდმივად ასე იფიქრო, ნეტავი რა მოხდა, როგორ ხო? შეიძლება მაყურებელსაც ესეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ თვითონ თავისი პრობლემაშია ვიღაც იმ წუთში ვინც გვისმენს. რა თქმა უნდა, ეს რთული. მაგრამ რაც არ უნდა იყოს და რა სიტუაცია და რა ვითარებაც არ უნდა იყოს, აზროვნება ყოველთვის დამხმარეა. აბა მითხარი, საწინააღმდეგო რაშია დამხმარე, უცებ ყოველთვის ავფეთქდეთ და დიდი ჩხუბი, სკანდალი და ერთი რო სკამით დაძდებს და მეორე რო დანით, აი შედეგი რა? ესე იგი საპირისპირო მხარე არსებობს, ხო, მედალის. უნდა გაეცალო, კი. ზოგიერთ შემთხვევაში უნდა გაეცალო. უნდა გაეცალო. უნდა გაეცალო, ხან სიჩუმე არის ყველაზე კარგი გასაღები. როგორ დაგაზიანებს, იცი როგორ დაგაზიანებს. თუ სულ ითმენ, ჭკუიდან გადაგიყვანს. ეს მდგომარეობა გადაგიყვანს ჭკუიდან, არ უნდა შეეგუო. თუ შეეგუე, არ უნდა დაუშვარო შეეგუოგია. ხო, არა, თუ დაუშვირო შეეგუე, მაშინ დაგანგრევს. დაგანგრევს. არ უნდა შეეგუო. მოხვდები საავადმყოფოში. და ღირს მითხარი, ახლა თუ ღირს. 80 წელი რო ცოცხლობ და ძლივს რუატა. ანდამდეც. ღირს ვიღაცას შესწირო, ეს არის შესწირო, თავგანწიროა ეს. ღირს გია. მითხარი, აბა. ეს უკვე პირადი არჩევანია, ვის რა უღირს ჩანა. ვის რა ღირს რა. ხო. და სიტუაციას გააჩნია. რაც ეხება ეს საკითხი. შეიძლება ახლა ვიღაცისთვის შვილი იყოს ეგრეთი პრობლემა, მაგრამ მაინც უღირს თელის სიცოცხლის შესწიროს. შვილის გამო. ხო. ნუ ეს შინაგანი ის არის რა, სურვილი და მდგომარეობები. პატარა ვარ ჭერმენკო. პატარა. ხო და ის უნდა იმღერო პატარა ხარ, პატარა ხარ. პატარა ხარ, პატარა. ხო ვარ პატარა შენთან შედარებით, ხა 10 წელი პატარა ვარ. შვილი ხო ეგ სხვანაირი რაღაც თემა არის. ხო. ასე რომ ყველაზე კარგი თავდაცვა არის განათლება. რომ სწორად აზროვნებდეს, სწორად გესმოდეს საკითხები. სწორად მიუდგე ადამიანს. ხშირ შემთხვევაში ნეგატივს იმიტომ ვიღებთ, რომ ჩვენი არასწორი რეაქცია არის მასში. ჩვენივე არასწორად
ნათქვამი, არასწორად ნამოქმედარი გამოიწვია მასში დიდი ემოცია და შემდეგ როგორ ხდება? აღარ იცის სად წაიღოს ეს ენერგია გამწარებული როა და ისევ შენ დაგიბრუნდება, ხო? მისგან. და მე ესე არ უნდა მიუდგეთ, რომ აი ამ ადამიანთან მე ვერ შევძლებ ცხოვრებას 80 წელიწადი მაგ და რაზე შევაჭმენო თავი და შეიძლება მიზეზის თავად შენი იყო ადამიანი. რატომაც იწვევ მასში ესეთ ემოციებს და მოქმედებაში რატო გადადის ეს ყველაფერი. პინგ-პონგივით არის, ხო? ნამდვილად ფსიქოლოგია ხარ. ხო, როგორც გადაუგდო, ისე დაგიბრუნდეს. არა მტკურის არავის უხედავთ. მაგალითად ავიღოთ ბურთი. მაინც ყველა სამართლია. ბურთი ავიღოთ შენ. გინდა რომ გადაუგდო მეგობარს. თუ ის მზად არ არის ამ ბურთის დასაჭერად და გადაუგდი ეს როლი, შეიძლება ისე მტკივნეულად მოხდეს და არა და შენ ჩათვალო რომ რა გააკეთე ასეთი ცუდი, უბრალოდ აიღე ბურთი და გადაუგდი. მაგრამ იმისთვის ეს ტრავმა იყოს. განადგილის მხრივ კი არა მარტო. ეწყინოს რომ გაუფრთხილებლად და მომზადებლად როგორ მესრულა ეს ბურთი. მაგრამ თუ კი მზად არის ბურთის მისაღებად, არანაირი პრობლემა არ არის. მზად არის, გიყურებს, დაიჭერს და შეიძლება სიცილითა და კისკისი დამთავრდეს ეს ურთიერთობა. როგორ მიაწოდებ გია და ესენი უნდა იპოვო. შენ სიტყვას როგორ მიაწოდებ, როგორ ესვრი. მზად არის რომ მიიღოს თუ მოულოდნელი დარტყმა არის შენგან ეს. გინდაც სარკასტული იუმორი, ან რაღაც ესეთი მის რაღაც პიროვნების რაღაც იმას შეეხო დეტალებს. თუ კი სერიოზულად ლაპარაკობ, მზად უნდა იყოს ამ სერიოზულისთვის. იუმორსაც მომზადება უნდა, რა განწყობაზე ადამიანი, ხო? ხო, ყველას გვეტყობა, რანაირი განწყობაზე ვარ. მით უმეტეს თუ ახლობლებს ეხება და მეგობრებს და ასე შემდეგ. ძალიან უცხო ადამიანებზე ვარ გადავიდით. ასე რომ მომზადება, სწორი აზროვნება ყოველთვის დამხმარია ურთიერთობები რომ იყოს მშვიდი დალაგებული. ისეთებთანაც კი რომელიც წეგან ვახსენეთ რომ ჩვენზე ცოტა დაბლა არიან თქვათ მოწიფულობის თვალსაზრისით აზროვნებაში რომ არ არიან ჯერ ბოლომდე მოწიფულები. იმათაც მოსწონთ მოწიფულ ადამიანთან ურთიერთობა. რატომ მოგწონს ხოლმე ლექტორს რო უსმენთ, პროფესორს რო უსმენთ, იმე განათლებული ადამიანი რო გამოდის. ჩვენ ხო არ აღვწნოთ ცუდად თავს, ვაი მე ამან რამდენი იცის და ჩვენ რა ეს რა არის? მე ვერ გავჩერდები ახლა ამ ოთახში, ჩემზე მე და არა, პირიქით გიზიდავს. ისრუდა. ხო, გიზიდავს. ანუ იმათვისაც კომფორტულია და თუ ორივე მოაზროვნეა ხო საერთოდ. თაფლი და კარაქი მოედინება ხო ურთიერთობაში. ამიტომ პრობლემების მოგვარება ხან გაცლაში კი არ არის, ან იზოლაციაში, ან გაბუტვაში. ხან საჭიროა აზროვნება გავიუმჯობესოთ და მივიღოთ განათლება. წავიკითხოთ ლიტერატურა. თუ არ მიყვარს კითხვა, მოусმინოთ აუდიო ჩანაწერებს. ფილმის სახით ვნახოთ არის რაღაც დოკუმენტური ფილმები, ან დამაფიქრებელი მხატვრული ფილმები, ხო არის რა? კი. ან სხვისი ურთიერთობა დავინახოთ, ხო? სხვების ურთიერთობებს დავაკვირდეთ. მიბაძოთ. ხო, როგორ არიან. მაგრამ არის სამი კატეგორიის ადამიანი, ხო? მე ის რა ქვია სხვების ურთიერთობაზე ესე მწერენ ხოლმე, შენ რა შენ კაიქმარი ყავსო და შენ რა გიჭირს რა. ჩვენებიო არ არიან კარგები. მე წინა ვიდეო რგოლი რო ჩავწერე, იქ თქვი, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი მოიპოვო. ანუ გახადო შენი. ცუდი და კარგი არის ძალიან პირობითი შეხედულება. ვისთვის რა არის კარგი და ვისთვის რა არის ცუდი. ხო? შეიძლება ვიღაცა ვინც აკრიტიკებს თავის ქმარს ან ცოლს და არ ვარგაო. სულ სხვა ადამიანთან ძალიან კარგად გქონდეს ისა. ურთიერთობა შეხება, ან სამსახურში, ან სამეგობროში და ასე შემდეგ. მაშინ რა გადავა? ხო. უბრალოდ აქ საუბარია, რომ მაგალითად თუ გიტარა ლამაზად უკრავს და პიანინოც ცალ-ცალკე და თუ ერთად დაუკრავენ ერთ ხმაში თუ არ არის სიმები დაყენებული,
იქნება ძალიან გაუგებარი მუსიკა, ხო? ამას მე ნახე გოგოები მწერენ ხოლმე. იმას კი არ ამბობენ, იმას კი არ ფიქრობენ, რომ იქნებ ჟანრს კარგი არ. და იმიტომ ხდება ესე. მაგას კი არ. რა თქმა უნდა. შენ კაი ქმარი გყავსო და. მიხვდი? კარგი ქმარი შეიძლება გახადოთ ცუდი. ცუდი, კი. აი, თავის უკუ რეაქცია რანაირიც ექნება ოჯახში. კი. ეს არ არის, აი გუშინაც თქვი, რომ ცოლი და ქმარი არის ერთი სხეული და რომელიღაც სხეულის ნაწილი უკეთესი კი არ არის, ეს ერთია, ერთი სხეულია. და თუ ჩვენ შინაგანად რაღაც წინააღმდეგობა გვექნება რომელიმე ორგანო, ჩვენ დაგვიწყებს წინააღმდეგობას, ხო? ჩვენს იმაში ვიქნებით, რა ქვია, სირთულეებში, პრობლემებში. ასევეა თუ ცოლი პრობლემაა ოჯახში, ქმარი შეიძლება გამოიყვანოს ამ იმიდან. გარკვეულწილად, ხო? იდეალური ადამიანი არ არსებობს, როგორი კარგიც არ უნდა დავარქვათ, ყველასა გვაქვს ჩვენი ეს ნაკლი. და შეიძლება რაღაც მომენტში ვერ დავიჭიროთ ჩვენი თავი, აი ამ ნაკლის გამო. თუმცა რაც უფრო წეღანაც გავიმეორებ, რომ რაც უფრო მეც ვმუშაობთ და განათლებას ვიღებთ, მით უფრო მეტად გვიყალიბდება პიროვნული უნარჩვებები. ასე რომ ნეგატივსაც უფრო სხვანაირად შევხვდებით. რა ვიცი, წავედი. გისურვებთ წარმატებას ურთიერთობებში. იმიტომ რომ ეს არის მთავარი, რა ვიცი. ბედნიერებაც ამას მოაქვს. თუ კარგი ურთიერთობები და ბედნიერი ხარ. ბედნიერება არ მოაქვს რა, დანარჩენს არაფერს. აი ამას მოაქვს. კარგ ურთიერთობებს თუნდაც შვილებთან, თუნდაც ოჯახის წევრებთან, თუ მეგობრებთან, თუ მეზობლებთან. ხო ესია გია, ჩემი აზრით ესია. ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისთან გაქვს ურთიერთობა. და შენ გარშემო რაც ხდება, ეს ყველაფერი არის შენი შექმნილი. ის ადამიანი ვინც წინ გიზის, ვინც აქ გიზის, ხო ეგრეა გია, ეგეც მართალია რა. რა? ანუ შენის აი ამ ყველაფერს. აი შენ გარშემო, აი ეს ადამიანი შენაირჩი, მშობლებს ვერ ვიჩერთ ხო? მშობლებს ვერ. მაგრამ მეუღლე შენაირჩი. მეგობარი შენაირჩი. ადგილმდებარეობა სადაც ცხოვრობ, შენირჩევ. ესეც პირობითია, ყველაფერს ვერ ირჩევ, მაგრამ მაგრამ მაინც შენზეა დამოკიდებული 90% როგორ მოიწყობ გარშემო გაუმჯობესებ იმ მდგომარეობას ან გააუარესებ. ეს უკვე შენზეა, თორე შეიძლება ყველაფერი ვერ აირჩიო. ყველაფერი ვერა ხო, მშობლებს ვერ აირჩიო. შეიძლება ვიღაცა მამა-პაპუს სახლში ცხოვრობს და რა ვიცი, ვერ ახერხებს, ხო? რო იქიდან ან კარგად არის იქ და რატო წავიდეს სხვაგან. ან კიდე უნდა და ვერ ახერხებს და რა ვიცი, მაინც უწევს იქ ყოფნა, ხო, სადაც არის. ნამდვილად. ასე რომ გისურვებთ წარმატებას თქვენ გარშემო ყველაფერი რაც გაქვთ, გახარებდით. ვინც გყავთ ეს ურთიერთობები, მდგომარეობა თქვენი, გარემო, ყველაფერი გისურვებთ, რომ გიხაროდეთ, წავედი დროებით, მოგოცეთ.